ტრამპი მოლაპარაკებებიდან წავა. მშვიდობა დამყარდება, მაგრამ შესაძლოა ევროპელებმა და უკრაინელებმა სხვადასხვა აბსურდული მიზეზის გამო ბრძოლის გაგრძელებას ცადონ. ასეთ შემთხვევაში უკრაინა თავიდან ბოლომდე განადგურდება. დაკარგავს ყველაფერს, რადგან ვერ შეძლო შეთანხმების მიღება ვერც ერთ ეტაპზე. და სწორედ ეს აჩენს კითხვას: რა ჯანდაბას აკეთებენ საერთოდ ევროპელები? მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას. აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში ისეთებთან, როგორიცაა მაგალითად ესტონეთი, მე ახლოს უთანამშრომლობდი. 1992 წელს მათ საკუთარი ვალუტის შექმნაშიც კი დავეხმარე და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უკიდურესად ირაციონალურები და თვითგამანადგურებლები არიან. I helped them design their currency after all in 1992. ავიწროებენ რუსულ მოსახლეობას, ავიწროებენ რუსულ ენას, ავიწროებენ რუსულ განათლებას, ავიწროებენ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას. და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 25% ეთნიკურად რუსია. კარგი რა, მართლა? და ლატვიაც იმავეს აკეთებს. ლატვიის პრეზიდენტი ტვიტერზე თუ X-ზე ღიად წერს, რომ რუსეთი კარტაგო დელენდა est. ეს მარკუს პორციუს კატონის ცნობილი სიტყვებია, რომელმაც თქვა, რომ კართაგენი უნდა განადგურდეს. მაგრამ აქ კართაგენის ნაცვლად რუსეთი უნდა განადგურდეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ღიად ამბობს, რომ მეზობელი რუსეთი უნდა განადგურდეს. ეს თვითმკვლელობაა, ირაციონალურია. Can you imagine a president of a tiny country and neighboring Russia actually calling openly for Russia's destruction? Suicidal? გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.